რაუს ბევრი საუბარი შეიძლება ხო იენს ტრიგერ ლარსენი დანიის ნაკრებში 54 მატჩი აქვს ჩატარებული. აბა ყურადღები დარტყმა ძალიან საფრთხე შეიძლებოდა გამოდგაკიდეს ბოლოს დარტყმა. მოკლედ ძალიან საფრთხეა. ეს ერიში არ უნდა დაარტყმევიონ და არც დაარტყმევი ეს ჩაწოდება დარტყმა ყოჩახ მაკარიძე. მაგრამ დამატებაზე ვეღარ დააზღვიეს ვერავინ და აი შემოსვლა საჯარიმოში კედელი გაითამაშეს. მაკარიძეს მოუწია ჩართვა, მართალია მახვილი კუთხე იყო, მაგრამ ყოჩაღ მაკარიძე გადაცემა აკიაგვაზე თუ არა ეს ზოხური გახლავთ. აი ზოხურმა ხა მიიღო. აბა საჯარიმოშია დაარტყა. ახლო კუთხეში დაუწყა ძალიან ძლიერ. დიდი ძალებით არ გვიტევენ შვედები, ჯარიმა არ ყოფილა. ყოჩაღ მომაგეიშვილი ასი თუ დავიდა საკიფათო ტაბატაძე. ყავს. იმას ბურთი ხო ახე პირველი ხო ტაბატაძე ეხება ბურთს. აკსაპასუხო შეტევა სამწუხარო დარტყმა მაკარიძე მიხსნას იბერია. ყოჩაღ მაკარიძემ რა ბურთი აიღო წეგან? არა შეუთანხმებელი თამაში. საბოლოოდ ხო აი ნახე გასაგებია ჭირდება. სტუმრები. ნახე საჯარიმოსთან რა მარტივად შემოდიან და გადავჭით ხა ძელს მოხდა ბურთი. იქნებ კონტრშეტევებზე გამოგვივიდეს. ხო ამას ვამბობ ზუსტად ან გზელი პასები და კონტრა გატანა. აკას ნახე თავისუფლად მივაღებინეთ ბურთი კიდევ ერთი დარტყმა და კიდევ ერთხელ მოუწია თამაში ჩართვა გიორგი ფეხით მოუწევს ამის გაკეთება და არტყა უნდა იბრძოლონ ჩვენებმა სიხარულიძე ახტა მოიგო დიდი აკი მიღება დარტყმა რა კარგად ითამაშა პასი ტაბატაძეს დაუსრიალდა ფეხი მაგრამ შეინარჩუნა აკიაგვას დარტყმა ეს შედარებით ნაკლებად სახიფათო იყო ზოხური კარგად რომ არწმევ გიორგი ტაბატაძეს ბურთი თავის მოგვარესთან გაათამაშა შორიდან გადაწყვიტა იური ტაბატაძემ დარტყმა თქმა უნდა ეს ფილიბურთად აკიაგვა ჩაწოდება საჯარიმოში ფეხი ააცილა ეხა კლასმა თუმცა ტაბატაძე და არც ამჯერად გამოუვიდა იური ტაბატაძეს დარტყმა ორივე შემთხვევაში ოიოლი მალე არის პასი საჭირო უფრო მეტი გამწვავება და სისტრაფეში გაკეთდეს მამაკეიშვილი დარტყა დარტყმების მცდელობები ჰქონდა ცეთი ფლანგი აბარია მარცხნივ აქ სიხარულიძე თავი თამაშობს იქეთ დარტყმა გადაწყვიტა კუთხური იქნება არა ნორმალურია პრინციპში ინიციატივა დამართით ზოხურეს სისტრაფე აქვს საკმაოდ მაღალი აკრიფა წავა გამწვავებაზე პასი გადაწყვიტა თუმცა გამოცდილი სტრიგერ ლარსენი ძალიან ყურადღებული ფათო სტრიგერ ლარსენი როზენგრენი ისევ საჯარიმოში არიან და მარტივად შემოუშვიდა 2-0 ეს შეცვლები დაგვიანდება წესდიქით მოგეხსენებათ ერევსეში ოდიშარია თამაშობს შეხვედრა პირველი ტაიმის შემდეგ შეცდომა ესტონეთში 0-0-ია დარტყმა პონტუს იონსონმა მოიგერია ბურთი ამასობაში მამაგეიშვილს აქვს სივრცე კარგი პასია სერბი ლეგიონერის დარტყმა თუმცა რაშევიჩი საფრთხე შეტევა აი სწორედ ალი ტაჰა იყო ბურთით ახლახან შემოსული რა კარგი პასი გავიდა ისევ საჯარიმოში რა მარტივად შემოდიან მერე გამოგვაქვს ბურთი მოირჩეოდა ყოველთვის მალმეო განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე ისევ ალი ტაჰა არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა და ჯგერენაია თამაშობს შემდეგ ბურთს იგერიებს თუ არცდები აუძზე უნდა გადავიდეს არც გადადი საერთოდ ეხა გვდიდათ არ გვიყვირს ვინაიდან ბოლო წლებში ვერაფრით დავიკვეხნით ევრო არენაზე. ხო რა გოლი გაგვიტანა ალი ტახამ ულამაზეს. ბოლომდე თვითონ წაიღო დავა. აბა იქნებ როგორც ამ დროს ვამბობთ ხოლმე პრესტიჟის გოლი გაიტანოს ჩვენმა გუნდმა. სილაგაძე აქტიურობდა თუმცა მეტოქეს მოვარტყა. ბურთი ისევ სილაგაძე. აბა მარჯვენა ფლანგიდან აუტი როგორც ჩანს აკიაგვა პირდაპირ საჯარიმოში. გაუშვა ბურთი
დააყენა იქ კორპუსი სწორედ ძაგანიამ. უკამპასი მერე და 6 ფეხბურთელია მეტოქი ჩვენ საჯარიმოში. ნახე მარტო როგორ ისევ ტრიგერ ლარსენი. ჯობულები ძაგანია. მარჯვნივ გადაცემა აი სივრცეა და რაღაცა შეიძლება, ხო? სილაგაძე დაარტყა, მეკარე თამაშობს ყურადღებით. ძელდება შეტევა, ვნახოთ რა გამოვა. მარჯვენა ფლანგი ჩვენი შეტევის. ჩაწოდებას ველოდები საჯარიმოში. აიწია მაღალი ბურთი და მაინც შეაგდოს ერთხელ. ჩვენიერი თაური 1-3. ჩაწოდება. გამოვიდა დარტყმისკენ, ნაკარიძემ ბურთი მოითხოვა სწრაფად და